ოკეი, თამთაქვ წერს, როგორ გავაცნობიეროთ არაღირებული ურთიერთობები. ანუ ურთიერთობები, რომელში შესვლაც არ ღირს. კარგი კითხვაა, თამთა, მადლობა. საბოლოო ჯამში, რომ ვთქვათ, ადამიანმა არასოდეს წინასწარ არ იცი. იქნება ეს ურთიერთობები, იქნება ეს რაიმე საქმე, ბიზნესი, რაღაცა ახლის წამოწყება. ხო? აი, როდესაც მოვიდა აზრი და მოვიდა იმპულსი, რომ ეს მინდა გავაკეთო და რა გვაჩერებს ხოლმე? გაჩერებს ის, რომ ვაი თუ არ გამოვიდა და შესაბამისად ღირს კია, რომ ამაში ჩავდო ჩემი დრო, რესურსი, ყურადღება, მონდომება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღირს თუ არა. და უყურეთ ამას წინასწარ კი იქ ბიზნესისთვის არსებობს რაღაცა გათვლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ანალიტიკა, მარკეტინგი ისა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერ რაღაცას თუ არ სცდი, ვერ გაიგებ, გამოვა თუ არ გამოვა, გაგიმართლებს თუ არ გაგიმართლებს და ამ შემთხვევაში მე ჩემთვის პირადად შევარჩიე ესეთი მოდელი გადაწყვეტილების მიღებისა და რაღაცა ახალში შესვლისა. თუ არ სცდი, 100%-ით წაგებული ხარ. ხომ ასეა? ანუ ვიფიქრე, ეს ვცადო, არ ვცადო, მომინდა, გამიმართლებს, არ გაგიმართლებს, ღირს, არ ღირს და დავრჩი აი ამ იმაში, დიდხანს რო რჩებია მაიწონა დაიწონაში და ვითომ გაანალიზებაში, მე ის მოტივაცია და ის იმპულსი და ის ენერგია, რაც მოგეცა ამის გასაკეთებლად, ისიც ნელ-ნელა იჩუტება, ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაერთვება, პრიორიტეტები ჩნდება და ასე შემდეგ ცხოვრება მიედინება და მორჩა. არაფერი არ გამოვიდა იქიდან, იმიტომ რომ არც კი სცადე. ხო? ხოლო თუ სცდი 50-50-ზე გაქვს შანსი, ან გამოვა, ან არა. ნებისმიერ სტატისტიკაში, ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ ბიზნესში, ვისთანაც არ უნდა მიხვიდე სტატისტიკის მცოდნე ადამიანთან და უთხრა 50% გამარჯვების შანსი. ეს ცოტაა თუ ბევრია. გეტყვიან რომ 50 კი არა 20-ისთვის და 10-ისთვის და ხანდახან 3%-ისთვის მასშუებით ვიკლავთ თავს და ვიწყებთ საქმეს და 50 ძალიან ბევრია. შესაბამისად, ხო? უკვე აქედან მოვიდა იდეა, უნდა განვახორციელო. მეორე იდეა მოვიდა, უნდა განვახორციელო და რა შვები ხოლმე იცი, ამ იდეას ვაჟღერებ და ვუყურებ, რომ აი როგორ მიდის, მე ხო გავაჟღერე, ვუთხარი, სხვა ადამიანებს თქვანთ, ვინც ამ საქმეში შეიძლება იყონ ჩართულნი, სამყაროს გავუჟღერე, ჩემს ცნობიერს გავუჟღერე და ვუყურებ მე თვითონვე მინდება მომდევნო ნაბიჯების გაკეთება, თუ ეს გაჟღერების დონეზე ოკეი, რამდენიმეზე გვილაპარაკია და გაგვიჟღერებია და ოკეი, ხო? თუ მინდება მომდევნო ნაბიჯების გაკეთებაც და მარტო მე კი არ მინდება მომდევნო, მარტო ჩემი ძალისხმევა კი არა, აი სამყაროც მომყვება, ცხოვრებაც მომყვება. ხო, აჰა, შენ ეს გააკეთე, აი რაღაცა იქიდანაც მოვიდა. რაღაცა ნიშანი, მოტივაცია, ენერგია, ხელისწაკვრა, გამართლება, რაღაცა გინდოდა და უცებ ეს სრულიად არ საიდან გაჩნდა, მოიტანა, შემოგთავაზეს, რო გეკონა რომ ვაიმე ეს რაღაცა როგორ უნდა ვიშოვო, ჰოპ და თავისით ამოგიგდო რეკლამა სიტყვაზე, ხო? და თუ კი ეს გაგრძელება მოხვება, მაშინ მეც მივყვები და ვაგრძელებ. თუ არა. ეს რაც შეეხება საქმეს, მაგრამ ურთიერთობებთან მიმართებაში. ურთიერთობებთან მიმართებაში გაცილებით კიდევ უფრო ადვილია. იმიტომ რომ აი მე რო გავაკეთე პირველი ნაბიჯი, იქიდან წამოვიდა თუ არა ის
встречный, როგორ არის ქართულად? შენსკენ მომავალი იქიდანაც ნაბიჯი წამოვიდა თუ არა? დღეს რომ მე დაგირეკე ან მოგწერე მეორე ჯერზე შენ დამირეკე და მომწერე თუ სულ მე უნდა გწერო და გირეკო. მე რომ და აი ეს ამ ბალანსს თუ ვიცავთ გამოდის რომ კი step by step წავალთ წინ. ახლა მეორე საკითხია, ვინ რამხელა ნაბიჯს აკეთებს და რა ითვლება ტოლფას ნაბიჯად, მე რო შენ კამფეტები გაჩუქე და შენ რო ყვავილები მაჩუქე, ეგ ტოლფასი ნაბიჯებია? თუ ყვავილები 100 ლარი ღირდა და კამფეტი 50 სიტყვაზე და არ არის ტოლფასი ნაბიჯი. თუ აი ეს ნაბიჯები როგორ გავზომოთ, ხო? ვისი უფრო დიდია და ღირებული. ამ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ თვითონ ყოველი პარტნიორი თვითონ თავისთვის აკეთებს აი ამ გაზომვას, რომ ოკეი, მე გავბივარ ორთქმავალზე წინ და ყველაფერი მე მივათრევ ყველაფერს ორთქმავალსაც და დანარჩენ მეებსაც თუ არა მე ვაკეთებ და მოდის ტოლფასი და საპირწონე ქმედებები იქით მხრიდანაც მოდის თუ არა. ხანდახან არის ხოლმე რომ ორივე მხრიდან არის ეს ტოლფასი ქმედებები, მე ერთი მხარე იმას შვება, ზარმაცდება ამა თუ იმ მიზეზის გამო, შესაბამისად მეორე მხარეს უწევს ორივე მხრის სამუშაოს გაკეთება უკვე რაღაც პერიოდი გაჩავს, მე საბოლოო ჯამში იღლება და ამ შემთხვევაში იშლება ხოლმე ურთიერთობები. და ჩემი აზრით მაშინ ეს შეიძლება ნებისმიერ წყვილში მოხდეს, სულ ძალიან კარგი ძვირფასი და შესანიშნავი ადამიანები არიან ორივენი და დაინტერესებულნი არიან ამ ურთიერთობებში, მაგრამ ну окей, ერთს რაღაც დაემართა, მისი ძრავი გაფუჭდა დროებით და მეორეს უწევს, ხო, ამ ურთიერთობების გაჩვა. რაღაცა პერიოდი შესაძლებელია, მაგრამ აი იმ მომენტში, როდესაც ერთი, რომელიც ორივეს ნაცვლად აკეთებს ქმედებებს, როდესაც ამას მიხვდება, ეს შეაწუხებს, გაჩერდება და გააჟღერებს ამას, ეთყვის რომ იცი რა, მე ესეთნაირად ესე ვხედავ, რომ მარტო ჩემს ძალისხმევაზეა ეს ურთიერთობები დამოკიდებული და თუ მე ჩემი ძალისხმევა შევწყვიტე, დაიშლება, გაქრება, აღიგვება პირისაგან მიწისა. და შეხედო მეორე. ახლა სიტყვებით ყველა იტყვის, უი არა, მე ძალიან დაინტერესებული ვარ, მაგრამ საქმე მარტო სიტყვებს არა, საქმეს შეხედო. ადამიანის მდგომარეობას, მის мотиваციას შეხედო. და თუ კი იქით მხრიდან არ წამოვიდა შესაბამისი ძალისხმევა, ის რაც შენ გინდა, რასაც შენ ელოდი, რაც მანამდე იყო. თუ კი იმ მხრიდან არ მოდის ძალისხმევა, უყურე ამ შემთხვევაში რას აკეთებს ხოლმე ეს პირველი მხარე, კი არა ორმაგებს, 4 მაგებს ამ თავის ძალისხმევას, არა, არავით არ შემთხვევაში. ამის ნაცვლად პირიქით გაეცალე. შენი ძალის ის არ აკეთებს ძალისხმევას, მეც არ გავაკეთებ. მოდი, მე ვაკეთე უკვე საკმარისი, ვიორმაგე. მოდი ახლა შევჩერდები, იმიტომ რომ უყურე ერთის მხრივ ის უარესად ზარმაცდება და უკან მიდის, ხო? მეორეს მხრივ შენ ძალიან იხარჯები და ადრე თუ გვიან ენერგეტიკულად ამოწურული დაეცემი. ამიტომ მოდი ნუ მიიყვან, ისედაც უკვე საკმაოდ ამოწურე, ნუ მიიყვან სულ ბოლომდე ამოწურვამდე შენ თავს. გაჩერდი. აღიარე რომ არა, რაღაცა ისი არ მიდის და მოდი აქ შევჩერდები და ვაცდი ჩემს პარტნიორს რომ დაფიქრდეს, გავეცლები და დაფიქრდეს, დავაკლდები, თუ პირიქით აღმოაჩენს რომ ხო, იღმერთო, რა კარგი ყოფილა თურმე მის გარეშე ყოფნა და თუ კი ის აღმოაჩენს რომ მის გარეშე, შენს გარეშე ყოფნა რა კარგი ყოფილა, აქ უკვე გინდა 2 მაგი ძალისხმევა გააკეთე, გინდა 4 მაგით, გინდა 10 მაგი და 100 მაგი, აუცილებლად ადრე თუ გვიან დაიშლება ეს ურთიერთობები, ან სულ მუდმივად უნდა იყო ის გარბის და შენიჭერდა აი ამ რეჟიმში, რაც, ну, ვფიქრობ, რომ არც ერთ ჩვენთაგან საკუთარი თავისათვის ასეთი ურთიერთობები არ უნდა. და თუ კი ის მიხვდება, რომ ხო, იღმერთო, რას ვაკეთებ, რა ძვირფას ადამიანს ვკარგავ, მოდი რა, თხლაშ, მოეგე გონს.
და გააკეთე ის, რაც შენი გასაკეთებელია, მაშინ შესაძლებელია ისე ჰარმონიულად გაგრძელება. ასე რომ იმედია გავეცი პასუხი თქვენს კითხვას. ესეთი საინტერესო ღრმა კითხვები დამისვით რა, მიყვარს ამაზე ლაპარაკი და არა იმაზე წარბი, რატომ მეწევა და ან რატომ აქვს ნაოჭები, კარგით რა.